გამარჯობათ, მოგესალმებით. ხანგრძლივი ცოტა განშორების შემდგომ მე ოჯახური პირობების გამო დატოვებული მქონდა საქართველოს და ჩემს ავტორო გადაცემა შეჩერებული იყო. და უფალისნებით და ჩემი კოლექტივის ხელმძღვანელობის ნებით მე ისე ვიწყებ ჩემ გადაცემას, რომელსაც ჩემი ავტორობით ქვია სამშობლო და ღირსება. უფლებამოსილების გადამეტებაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ ყველა მისის ჩემი მიდგომა, ჩემი ქვეყნის, ჩემი სახელმწიფოს მიმართ პასუხისმგებლობა პირველ რიგში და შემდეგ ჩემი თუ რამე შებძელი ჩემს ქვეყანაში ცოდნა მიმეღო, ყოველთვის ვფიქრობ და ვცდილობ, რომ ეს სიმართლე სიტყვა ქართული გავაძლიერო. სწორედაც მე ავირჩიე დღეს თქვენ და გასაკვირვად, მაგრამ სასარგებლოდ ყველა მთელ საზოგადოებას, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, უსმენენ ჩვენს ტელეს და რადიოს ასე ობიექტივს, მინდა გითხრათ, რომ მე დღეს მოვიწვიე ქართული სიტყვის დამფუძნებლებად თქვა თითქმის იმათი გამგრძელებლები, პოეტები, ქალები, ქალბატონები, რომლებიც ის დიდი სიძლიერით უძღვებიან თავიანთ საქმეს და მინდოდა რომ ქართული სიტყვით დღეს დამეწყო თქვენთან საუბარი, რამე თუ როგორ გამოიყურება ჩვენი ქართული სახელმწიფო გარედან, შიგნიდან, საზოგადოებისაგან ყველაზე მეტად ეს ქალმა იცის დარბაისელმა, რომელსაც უყვარს სახელმწიფო და ისინი განიცდიან თითოეულ ტკივილი, რომელიც ემართება სახელმწიფოებრივად ყველა უწყებაში. დღეს მე ვფიქრობ, რომ ეს გადაცემა იქნება ძალზე საინტერესო თქვენთვის, ძალზე ნაყოფიერი. ჩემი სტუმრები გახლავან, ჩემთვის ძალიან საპატივცემულო ქალბატონები, ქალბატონი ლალი, ქალბატონი მაია, ლალი ღაჭავა და დიაკვნიძე მაია, რომლებიც მთელი სიმით არიან ჩაქსოვილი ქართული ჟურნალის გამოცემაში და არ იკითხავთ, ეს ჟურნალი 120 წლის გახდა. მე ვფიქრობ, რომ ეს დილა, რომლითაც იწყებს ბავშვი თავის ქვეყანაში ლექსების სწავლას და განმარტავს მის ოჯახში, დასაწყისში ანი და ბანის სიტყვას ისეთ, როგორც ეკადრება ქართულ ლექსს, ეს ქალბატონები ამით ძლიერდებიან. თვითონაც შეეძლოთ სხვა გამოსავალი ენახათ რაღაცა სხვაგან რაღაც 90-იანი წლების მერე ბევრმა რაღაცები ჩამოაყალიბეს, სხვა რაღაც პროექტები მაგრამ ღალატი ყველა საქმეში არის ძალიან ცუდი და აქედან გამომდინარე მათ არ უღალატეს თავიანთ ჟურნალს, ზოგჯერ აბსოლუტურად უსასყიდო და არაფრის ცავი რომ არ ქონდა არც ქალბატონ დოდო წივწივაძეს მთავარს, რომელმაც გაგრძელება ბატონ თამაზის მერე ამ ღირსების მე ვიტყოდი, ეს არის ქართული ოჯახის ღირსების ჟურნალი. კი, ბევრი გამოვიდა, ღმერთმა ყველას კარგად მოახმაროს ის ჟურნალები, მაგრამ ჩვენი საზოგადოებისათვის ეს არის მემატიანე, რომელიც არის, როგორც ვიცი, რომ ძალიან საინტერესო თავისი ყველა ნომრით და ყოველ შემთხვევაში დღეს ისინი იტყვიან იმ საკითხებს, რომელზედაც მათ გულიც სტკიოდათ, მაგრამ დღეს მათ გაუძლეს უხმაუროთ არავითარი ისეთი ეპიტეტებით შემყოფა სახელმწიფოს სტრუქტურების, მაგრამ ეს იყო ძალიან რთული, მე ეს ვიცი, მათთან მეგობრობ და აქედან გამომდინარე მინდა აღვნიშნო ერთი, არ შეიძლება რომ ამ ქართულ სიტყვაში მე არ ვახსენო ის სიმართლე, რომელიც დღეს სუფევს რომელიღაც მიღებულ იქ არიან ბევრი წევრები, ძალიან ჩემთვის მისაღები ხალხია, მაგრამ როდესაც სიმართლეს განიხილავს პიროვნება, აუცილებლად უნდა დაუსვას იქ რამოდენიმე 10-12 კაცია, მე არ მინდა დასახელება თავს ვიკავებ, იმიტომ იქ ჩემთვის საპატივცემულო ადამიანებიც არიან, მაგრამ როდესაც განსჯახდება ამა თუ იმ
პროცესების და მონაწილე პირების უფლებას აძლევს თავს ისეთი ადამიანი, რომელსაც იმაზე უარესი აქვს ჩადენილი სიტყვიერად და ხომ იცით საზოგადოებამ იცის, რომ ზოგჯერ ტყვის როლო უფრო ღირსეულია ვიდრე კლა ადამიანის. თანმიმდევრულად, როდესაც ყველაფერზე მიდიხარ და მე მლიქნელობით ნენელადი ხარ ზემოთ სკამებზე და პირობა გამოდის ის და ადამიანებს 2 მეტრიან ქართველ კაცებს კითხვებს უსმებს დანაშაული რა გაქვს. მე ძალიან გთხოვთ, უფლებამოსილებაში არ გადამეტანოთ. მე ვიცი რა არის სამშობლო. იმერიშვილი ვარ, რომელმაც დაკარგა ოდესღაც სამშობლო. მე არავითარ შემთხვევაში არასოდეს არ გამეხარდება ჩემი სამშობლოს შესუსტებაც კი, იმიტომ რომ მე ქართველი ეზიდი ვარ. არასოდეს არ გადაუხვევ ამას და არ მიღალატია ჩემი სამშობლოსთვის. სოფლიო მაქვს მოვლილი, მაგრამ არც ერთი ტრიბუნა არ გამომიყენებენია იმისათვის, რომ ჩემი ქვეყნისთვის რამე პატარა დაღიც კი მეჩინა. მაგრამ ადამიანები, რომლებმაც გაამწარეს იმ 90-იან წლებში, ჩემმა მსმენელმა, ჩემმა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, ხვდებით მე ვიზე მაქვს საუბარი. ხვდებით, მაგრამ იმიტომ კი არ ვასახელებ სახელ და გვას, იმიტომ არ მინდა დავპატარავდე. არ მინდა რომ თავისუფლება მივცე, იმიტომ ჩემზე ძლიერები თქვენ ბრძანდებით და უნდა ხვდებოდეთ, რომ ერთხელაც რო შეგეშალო შენი საზოგადოების წინაშე, არასოდეს არ უნდა მისცე შენ თავს იმის უფლება, რომ სხვა განსაჯო. და როდესაც იმ სხვასთან ერთად უარესებს აკეთებდი, იყო ეს წლები. უარესებს აკეთებდით. და ამისათვის იყო, რომ დღევანდელი ჩემი გადაცემა პირდაპირ არის აი ამ ქალბატონების მოწვევით დავარქმევდი მიყვარხარ და მენატრები. ეს არის საქართველო. ქალბატონო ლალი, თქვენ ალბათ მიხვდით ყველაფერს, რა ტკივილი ამ ჩემ გამოსვლაში სამშობლო და ღირსება. ეს როდესაც გადავწყვიტე, თქვენ იცით, რომ ჩემი ერის სამშობლო და კარგული ერის წარმოადგენს მსოფლიოში. მათ შორის მე-4 საუკუნემდე ქართველებთან ძალიან ბევრი სამეგობრო და ძალიან ბევრი ბრძოლები ჰქონდათ გადატანილი თამარ მეფის კარზე. მაგრამ მე გეკითხები, თქვენ აი ქართული სიტყვა, რომელიც ქმნის კოლოსალურ იმ ჟურნალს, სადაც პატარა ბიჭი, პატარა გოგონა იწყებს საუბარს ამ თემაზე, ლექსი იწყებს და თქვენ ამ ჟურნალს აი ესე გაუფრთხილდით და ძალიან გთხოვდით, რომ გააქვთ ძალიან კარგი მონაცემები დღესდღეობით, ვიცი რომ აპირებდით 120 წლის თავის საღამოს და როგორ მიდის თქვენი საქმე ამ ხაზით. უღრმესი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები თქვენს ერთგულ მსმენელს. მადლობა ლამაზი სიტყვებისთვის. დილა 120 წლის გახდა. აი ეს არის ის საიუბილეო ნომერი, კრებული, 120 გვერდიანია სიმბოლურად, 100 წლის როდესაც გახდა, მაშინ დაიბეჭდა 100 გვერდიანი ჟურნალი არაჩვეულებრივი არის, ნამდვილად ილუსტრაციებით, ულამაზესი ლექსებით, მოთხრობებით, ზღაპრებით არის სავსე და იყიდება, შეგიძლიათ ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში შეიძინოთ, მართლაც დიდი საჩუქარი არის ბავშვებისათვის და რა თქმა უნდა, ის რომ აი დილა უკვე 120 წლის არის, იმას ნიშნავს, რომ მისი ფესვი არის მართლაც მყარი და ძალიან ძლიერი და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ 120 წლის მანძილზე უკვე დილამ თავისი ისტორია ნამდვილად დაწერა. საინტერესო არის თქვენ რაც ბრძანეთ, ახლა ჩვენ საუბრობთ რა თქმა უნდა მომავალი თაობის შესახებ, მომავალი თაობის სულიერი აღზრდის შესახებ და აი დღეს სიტუაცია საკმაოდ რთული არის, ახლა ჩვენ რომ ზოგადად სურათს გადავხედოთ, ალბათ აი ეს ეპოქა ძალიან სასტიკია, დრო არის ძალიან რთული, აი ამ აჩქარებულ დროში ვცხოვრობთ და ალბათ ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ აი ამ საშინელებამ, სისასტიკემ ადამიანისამ ყველგან მთელ დედამიწაზე შექმნა ერთნაირი განწყობა.
ერთნაირად დაძაბული სიტუაცია ყველგან და აი ამის გამო. ნუ ჩვენ ახლა ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ რა თქმა უნდა ვზრუნავთ იმისათვის, რომ მომავალი თაობა იყოს, რა თქმა უნდა სულიერად სპეტაკი, რა თქმა უნდა ზნეობრივად ამაღლებული და აი ეს როგორ უნდა მოვახერხოთ, ხომ? აი, როდესაც უამრავი პრობლემა არის, მთავარი მაინც არის აი ამ პრობლემის არში წვდომა, რომ ჩვენ გავაანალიზოთ შექმნილი ვითარება და სირთულე ზოგადად რა არის. ჩვენ ახლა საკუთარი თავიც ალბათ პირველ რიგში უნდა იმაში დავადანაშაულოთ, რომ აი მაგალითად დღეს უამრავი ადამიანი ცხოვრობს საზღვარგარეთ ემიგრაციაში და ძალიან ბევრი სამწუხაროდ ოცნებობს კიდეც აი ამ ემიგრანტის მწარე ბედზე და ხვედრზე. უნდა კიდევ წავიდეს. იბადებიან პატარები, ქართველები საზღვარგარეთ. კი ბატონო, შეიძლება ამაში ცუდი ისეთი არაფერი არ იყოს, მაგრამ თავარი არის ის, რომ აი ამ პატარებს უკვე დღეს ყველამ ვიცით, იმიტომ რომ არ არის ალბათ ისეთი ქართველი, რომელსაც ოჯახში არ ყავდეს ოჯახის წევრი საზღვარგარეთ, ნათესავი ახლობელი, მეგობარი, რომელიც ცხოვრობს ემიგრაციაში. მათ უკვე წერა კითხვა უჭერთ ქართულად და ქართულად მეტყველება უჭერთ. აი რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის და ან დამნაშავეს თუ დავიწყებთ ძებნას პირველ რიგში უნდა დავადანაშაულოთ ჩვენი თავიც, აი მშობლები, ბებიები რის გამო, იმის გამო რომ ალბათ ჩვენ შევქმნით ის უიმედო, უპერსპექტივო გარემო, რომ აი ეს თაობა გავიდა ჩვენი ქვეყნიდან და აი ის რომ იქ დაიბადნენ და შეიძლება შევიდნენ და ალბათ ასეც არის კი ბატონო სწავლობენ სხვადასხვა სკოლებში, მაგრამ ქართული ენა არ უნდა დაივიწყონ. ის რომ აი რა მნიშვნელობა აქვს სიტყვას, აი მხატვრულ სიტყვას, რა მნიშვნელობა აქვს დედაენას. აი ამაზე ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან ბევრს ვსაუბრობთ და ჩვენი საქმიანობაც რომ აი ვემსახურებით ჟურნალ დილას არის ამისი დამადასტურებელი რომ ნიშნულობა ძალიან კარგად გვესმის ქართული სიტყვისა. იმიტომ რომ აი გოგებაშვილი ბრძანებდა რომელიც ჟურნალ დილის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო რომ ეს არისო დედაენა გულის ენა არისო რომ ქართველს და ისევ როგორც ყველა სხვა ეროვნებს წარმომადგენლებს მხოლოდ და მხოლოდ თავის ენაზე შეუძლია ილოცოს გულმხურვალეთ. და თუ ბავშვმა თავის ენაზე არ წაიკითხა პირველად ზღაპარი, ლექსი, მოთხრობა ხომ, მას ალბათ გაუჭირდება თუ თავისი ენა კარგად არ იცის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში გაუჭირდება თავისი თუნდაც სულიერი შესაძლებლობები, გონებრივი შესაძლებლობები წარმოაჩინოს უფრო კარგად და მიზანს მიაღწიოს. და ახლა ილია ბრძანებდა რომ რას მექვიან ტკბილი სიტყვა ნუგეშია კაც გულს მოფხანსო და აი ჩვენ ალბათ ეს უნდა ვიფიქროთ რომ ხა ტკბილი სიტყვა უკვე ალბათ პრობლემას ვერ გადაჭრის და მთავარი ის არის რომ აი ესეთი ჟურნალი რომელიც გამოდის ქართველი მკითხველისათვის აქ საქართველოში ხელმისაწვდომი კი ბატონო არის მაგრამ ჩვენ ისიც უნდა შევძლოთ რომ აი იმ ბავშვებს რომლებიც საქართველოში არ ცხოვრობენ მათაც უნდა როგორმე მივაწოდოთ და მე ვიცი რომ არის ბევრი სკოლა ქართული ეს უფრო კერძო სკოლები არის რა თქმა უნდა ასწავლიან ქართულ ენას მაგრამ აი უნდა იყოს მათი მხრიდანაც ინტერესი რომ მაგათ ასეთი ჟურნალი რომელიც ერთადერთია საქართველოში და მართლაც მადლობა ქალბატონ დოდოს რომ აი 120 წლის რომ გახდა და დღეს ეს ჟურნალი კიდევ გამოდის და რომ ასე თამამად ვართ ასე ამაყად ვართ მისი დამსახურება არის და აქვე აღნიშნავ რომ საბავშვო ლიტერატურაში შეტანილი ღვაწლისათვის ქალბატონ დოდოს წელს გადაეცა გოგებაშვილის პრემია და მე კიდევ ერთხელ ვულოცავ მას და ეს ნამდვილად ძალიან დიდი ჯილდო არის და აი უნდა იყოს დაინტერესება რომ როგორღაც მივაწოდოთ მაგრამ აი ეს რატოღაც ეს კომუნიკაცია არ შედგა ბევრი ჩვენი ცდის მიუხედავად არა და ნამდვილად ისეთი საქმე არის მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი რომ ის თანამედროვე საბავშვო მწერალი რომელიც წერს ბავშვებისთვის მათაც იცოდნენ ვინ არის მათი სახელები იცოდნენ მათი შემოქმედება იცოდნენ რომ აი ხა ეს მშობლები ახლა ამას მე ხას გავსვამ რა თქმა უნდა რომ აი გურამიშო ძალიან კარგად აქვს ნათქვამი რომ სარჩოს ძებნის გზა გაჩვენეთო ამბობს და როგორ უნდა გადაერჩინოს თავი მაგალითად შრომელმა სასულიერო პირმა ბრძენმა ადამიანმა კი ბატონო ისინი არიან წასულები იმისათვის მატერიალური კეთილდღეობისათვის მაგრამ მხოლოდ
ასეთი პირადი კეთილდღეობისათვის და თუნდაც მატერიალური უზრუნველყოფისათვის ალბათ არ უნდა დავხარჯოთ ძალღონე და დრო. თავარი არის მაინც მომავალი თაობის სულიერი აღზრდა და აი მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აი ჟურნალი დილა, ეს საბავშვო ჟურნალი ნამდვილად ასრულებს თავის დაკისრებულ მოვალეობას და აი იმ დიდი საქმის გამგრძელებელი არის სათავეებთან კი ვიცით რომ გამოჩენილი ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები იყვნენ და მათ შორის დავასახელებდი მართლაც იაკობ გოგებაშვილს, რომელმაც 1876 წელს დაბეჭდა დედაენა და რა მდგომარეობა იყო მაშინ საქართველოში ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ძალიან რთული მდგომარეობა იყო, რომ ქართულად არც კი საუბრობდა საზოგადოება და სირცხულადაც კი ითვლებოდა ქართულად საუბარი, რომ სკოლებში ქართული ენა იდევნებოდა და ძალიან რთული ვითარება იყო და ამიტომ ამ დედაენას უნდა გაუფრთხილდეთ, აი ის ჩვენ გვინდა რა თქმა უნდა უკეთესიც იყოს, ეს იმას არ ნიშნავს რომ ეს ჩვენ ყველა მიზანს მივახცევთ, უფრო და უფრო უკეთესი გვინდა რომ იყოს რა თქმა უნდა ამაზე მუშაობთ და სხვებიც იყვნენ, მაგრამ ამის დამსახურებას ყველაფერს აქვს თავისი ადგილი საბავშვო მწერლობაში დილამ უკვე მე ვფიქრობ რომ დაიკავა და რა თქმა უნდა ყველას წარმატებას ვუსურვებთ, მაგრამ ეს არის გამორჩეული ჟურნალი, აი ახლა მაისის ბოლოს იქნება გამომცემლობა მიიღებს მონაწილეობას წიგნის ფესტივალში და ყველა სურვას, რომელსაც უნდა შეიძინოს დილა ძალიან საინტერესო წიგნები გამომცემლობის მიერ და დასტამბული გვესტუმრება ალბათ და ნამდვილად გაახარებს თავის პატარა მკითხველს დილა როგორც ყოველთვის აკამდეც. კარგად თქვენ ახსენეთ ის ემიგრაცია, რის ფასად უჯდება ქართველ კაცს და საქართველოს მოქალაქეს და ნებისმიერ ქართველს, იმიტომ როდესაც ენა უკვე გავიწყდება, ეს იმას ნიშნავს, რომ სამშობლოსგან შორდები. შორდები, იმიტომ როგორც ვიცი, რომ ისინი მეც ამ ერთ-ერთ იმას მივეკუთვნებ, იმიტომ როდესაც ბრძოლობდი სიმართლისთვის, ძალიან დიდმა ქართველმა დამიძახა და მითხრა, ქალბატონო მცირაო შვილები გყავსო. მიმახვედრა, რომ უნდა გამეყვანა ბავშვები იმ წლებში. და აი წეღან რომ მქონდა საუბარი ზუსტად რეჟიმის ერთ-ერთი მონაწილე დღეს კიდე სხვას ეკითხება და თუ ეს პატიება შეიძლება ასეთი, მაშინ ალბათ ისიც უნდა შეიძლებოდეს, ხო, რაღაცნაირად რომ პატიება რომ არ დაიკარგოს ქართველი ერის ზნეობრივი თვისებები. მე ემიგრაციას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვიტყვი იმას, რომ ვინც გარეთ სამშობლოს აფიქსირებს და მოუწოდებს გარე სამყაროს, რომ ზეწოლა მოახდინონ საქართველოზე, ნამდვილად არა. ამათზე ვერასოდეს, იმიტომ რომ სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი, სახელმწიფოებრივი გრძნობა სულ სხვა გრძნობა არის. და ამას ახლა ჩემზე უკეთესად ქალბატონი მაია მე თქვენთან გადმოვა, რამდენადაც თქვენ ვიცი და მithქვია და ჩემმა მსმენელმა იცის, მაგრამ კიდე მინდა გავიმეორო, რომ როგორი ქართველი მეუღლე ყავდათ, რომ უკრაინელი ქალბატონმა გაზარდეთ შვილები ქართულად, დედა ყავდათ, დედა, ხო, ნუ დედა არის მთავარი საერთოდ ბავშვის გაზრდაში და თქვენ ეს შეძელით და ძალიან დიდი იცით რა, ეპოქა შეუქმნით თქვენ ოჯახს სიძლიერეს. როდესაც ოჯახი ძლიერია, სახელმწიფოც ძლიერდება, ხო, სწორია. აქედან გამომდინარე, ახლა ქალბატონ ლალით რაცაც გაუსვა ხაზი, აი ეს ემიგრაცია როგორ მოქმედებს, დადებითად რომ მატერიალური რაღაცა წინსვლა შეიძლება კონდეს, მაგრამ ვაი იმ მატერიალს, როდესაც შენ ეწირება შენი ენა, შენი ღირებულებები, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მოგესალმებით ქალბატონო ცირა, იმიტომ რომ თქვენ ისეთი დიდ პატივისცემას და ყურადღებას იჩენთ ჩვენ მიმართ, დილის მიმართ, აი ამ ჟურნალის, ლიტერატურული ჟურნალის მიმართ, რომ ძალიან დიდად მადლობელი ვართ თქვენი. იცით რატო? მთელი ეპოქა, აი ნენერა რომ მიდის, ამ ჟურნალზე იყო აღზრდილი. მთელი ეპოქა, ქართული ეპოქა, რომელმაც შექმნა
ერთაშორის ურთიერთობების მყარი ფუნდამენტი საქართველოში. ძალიან მყარი ფუნდამენტი. აი ჩემმა ერმა რომ იმიტომ რომ მოკრძალების ინსტიტუტიდან გამოძებნეს, რომ საქართველოს ერთს არ ქონდა სამუშაო და იცით 11-10-800-სულიანი ხალხი იყო და რომ გავიდნენ, დღეს ყველას ენა უკვე არც ერთმა არ იცის. სამწუხაროდ. არც ერთმას ყველას დაავიწყდა საკუთარი ენა. და მე აი სწორედ ამ ესენა ჩემი რომელიც მე შევინარჩუნე საქართველოში აი მივდივარ მხოლოდ იმისაც რომ ჩემ შვილიშვილებს რაღაცნაირად ველაპარაკო იმიტომ რომ არ დაავიწყდეთ ის ენაც და ქართული ენაც და მინდა გითხრათ რომ ბავშვები ეპაექრებოდნენ ფეხბურთი როდესაც ძლიერი ფეხბურთი აჩვენეს ჩვენმა სპორტსმენებმა ქართველებმა აი უყურებდი ამ შვილიშვილებს სკოლაში გერმანულში და იქით მეორე სკოლაში როგორ ეპაექრებოდნენ და მამარდაშვილს და კვარაცხელიას რო გაიძახოდნენ სხვადასხვა ფერი და იცით რა ეს მაისურები რო იყიდეს ეს სიამაყე იყო ეს იყო ქართველი სახელმწიფოს დიდი სიძლიერე იყო აი ამის ჩვენება და აი თქვენ როგორც უკრაინელი დედა თუ ქონიათ ისეთი პირობები ოჯახში რომ აი ზედმეტი ჩარევით ან მაგრამ მედგრად იდგა თქვენი მეუღლე ქართველი როგორც მამა დიახ საერთოდ დედამ ქართული არ იცოდა საერთოდ როდესაც აქ ჩამოვიდა და რამდენიმე წელიწადში ვეყოლე მე მგონი 3 წელიწადში ესე იგი იმდენად დაინტერესდა ქართულით თვითონ გადაწყვიტა რომ ესწავლა ქართული ენა და უკვე მახსოვს პატარა ძმა რო გვეყოლა ესე მასში აკვანში ვყავდა და დედა იჯდა და გოგებაშვილის ბუნების კარს გვიკითხავდა ხო ისე კარგად ისწავლა ქართული რა თქმა უნდა ძალიან უყვარდა ქართველი მწერლები კითხვა უყვარდა საერთოდ ჯავახიშვილი უყვარდა მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოებები ყველა ეს ტომეულები სულ წაკითხული ქონდა და მე კიდე ერთ საოცარ ფაქტს გეტყვით როდესაც დედა გადავიდა მე ამ 90-იან წლებში ძალიან გაჭირვება რო იყო წავიდა უკრაინაში და ჩემი ძმაც წავა ძმასთან ერთად წავიდა ხარკოვში ცხოვრობდნენ და უკვე ასაკში იყო და ცოტა ერთ დღეს რაღაცა მახსოვრობა დაუქვეით და დილით რომ გაიღვიძა მარტო ქართულად ლაპარაკობდა და ჩემი ძმა გაოცებული დარჩა რომ უკრაინული დაავიწყდა და ქართული ახსოვდა იმდენად დიდი სიყვარული ჰქონდა საქართველოს მიმართ იმიტომ რომ ქართველი ხალხი თვითონ ისეთია თბილი და შეუძლებელია რომ დაგავიწყდეს და კიდე ერთ ფაქტს აღნიშნავ ჩემი და წავიდა მოსკოვში საცხოვრებლად ისიც 90-იან წლებში ესე 90-იანების ბოლოში გადავიდა მერე ძალიან დარდობს რომ შვილებმა არ იციან ქართული და ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია აი ძალიან დიდი ტრაგედია არის და გაოცებული იყო ის არის მხატვარი პორტრეტისტი არის და მუშაობდა არბათზე და გაოცებული დარჩა დაუჯდა წყვილი იყვნენ ებრაელები ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და ბავშვი ქართულად ლაპარაკობდა და კითხა მაშინ რომ აი თქვენ ქართულად ელაპარაკებით ბავშვს ჩვენ საიდანაც წამოვედით ის ენა უნდა ვიცოდეთო და შულს ასწავლიან ქართულს ავსტრიაში ებრაელების ოჯახი გაიცნო კიდე იქაც დიდი ხნის ასულები არიან და ქართულად საუბრობენ და-ძმები და მე ის მიკვირს რომ ქართველები არ ცდილობენ რომ ასწავლონ თავიანთ შვილებს აი თქვენ წეღან ქალბატონლალიმაც ახსენა ქალბატონი დოდო ჩემს ახალგაზრდობაში ახლა მე ბატონ თამას წივწივაძეს კარგად ვიცნობდი და ჟურნალს ვკითხულობდი ბატონი ელიზბარ ჯაველიძე მაგენი ეს იყვნენ აი ფუძემდებლები ამ ყველაფრის საერთოდ ქართული სიტყვის მწერალთა კავშირში
და როდესაც მივდიოდი მასთან, აი ბოლოს იყო ურთაჭალაში მაგათი ოფისი მეორე სართულზე ბატონ თამასთან და რაღაც საკითხებთან დაკავშირებით რომ მივედი, ვერ წარმოიდგენთ, იცით რა, მაშინ მივიყვანე აზერბაიჯანელი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც უნდოდა რომ რაღაცა დაებეჭდა და უნდოდა რომ გაეგო, როგორ უნდა მოქცეული იყო. ხო და ჯერ ერთი ძალიან გამეხარდა ეს რომ და მისი მიღება და როცა დაინახა რომ ქართული ლექსი და ესეთი დაწერა და რაღაცა სხვათა შორის მეც გამიკვირდა რომ ესე ქოდა რამოდენიმე ლექსი და მე მივიყვანი იმ წუთში გამყევი და რო ავედი და მისი მოკრძალებული უბრალოების ინსტიტუტი ეს იმხელა რამეს აძლევდა იცი უცხოერის წარმომადგენელს 10 მაგად გიყვარდება 10 მაგად და 100 მაგად და აი იცით რა არის მთელი უბედურება სახელმწიფოებრივი აზროვნება და სიყვარულს თვითონ მოქმედი პირები აძლევენ ხო თუ არა ჩვენ ქვეყანას ისედაც ეს მზე მთა ველი ეს ყველაფერი გარშემო აქვს ბუნებისგან და ღმერთისგან აქვს აი შეძენილი ეს ტერიტორიები მაგრამ აი მისი აღზრდა განსაკუთრებულია ყველგან სადაც უნდა შევსულიყავი აი ბავშვს რომ მოვკიდებდი ხა წელს და ხელს მომივიდა გეორგიში აია ზერგუთ ყველა მიცოდა რომ რაღაცა აი სულ გუშინდელ ამბავს ვიტყვი რომ რაღაცა ერთ ადგილას ვიყავით და მოძღვარი იყო იქ შემოსული და აქეთ უცხოერის წარმომადგენლები იყვნენ და იქ ქორწილის მერე რაღაცა ერთი 7 კაციანი მაგიდა ქონდა და ქართველი მოძღვარი როცა დააკვირდა რომ ესენი უცხოელები იყვნენ და არც ისინი იყვნენ რუსები იყვნენ მაგრამ არ შეიძლება ასე გადამტერებითი ისა შენი სახარ ჩვენ ადამიანები ვართ და თუ პოლიტიკურად შენ იმ კაცმა არაფერი არ დაგეშავა რა როგორ შეიძლება სულ ამისი ძახილი ეს უმეცრება არის როგორ შეიძლება ასე ძახილები ადამიანები და გვიყვარდეს და რომ მივიდა მოძღვარი გამოვედით აქეთ და იცით რა მე რაღაცა ისა ვაჩუქეო პატარა ისა რომ ახალი ისინი იყვნენ თვითონ ქრისტიანობის ახალი მრევლი ახალი მონათლულები ისინი რაღაცა და ხელი ჰქონდათ ჯვარი დაწერილი აქ და ეს კაცი რომ მივიდა და რომ ისინი თქვენ მე ვთქვი რა შეუნება რაღაცა და ქართული რუსულად თავი შეიკავა ზედად მოკრძალებული იყო მოძღვარი და მე გავბედე და მე მივედი და მე უთხარი იცით რა მეთქი მოლოცვა და რაღაცა და ამ დროს ესე იგი როგორ უხაროდა იმ პატარძალმა ისაქნა და იცი მოკრძალებით მოვიდა ყველას გადაგვეხვია რაღაცა და ეს სიყვარული ურთიერთობები ესე უნდა აღსდგეს ყვირილი ეხლა შენ ესახარ და შენ გინდა თუ არა შენ ესახარ ეს არაფრით არ შეიძლება მე ამას ამ გადაცემას უძღვნი ქართულ სიტყვას რატომ იმიტომ აძლიერებს ქართული სიტყვა ყველა ერს აძლიერებს დამერწმუნეთ ყველგან ეს სიტყვა ესე იგი რომ თქვი ეზიდი, ქართველი აზერბაიჯანელი, ქართველი სომეხი, ქართველი რას ქვია ოსი, როგორ შეიძლება ოს უთხრა ქართველი, როცა ნახევარი ოსები და ნახევარი ქართველები იყვნენ ერთნი და ოჯახები და შვილები იზრდებიან დღესაც იქ ქართველები, ასევე კიდე აფხაზეთში როგორ შეიძლება რაღაც ჯგუფები რომლებიც ყოველთვის არსებობდნენ ის ჯგუფები რომლებიც არ ასვენებენ სახელმწიფოს ეს უნდა დამთავრდეს არ შეიძლება არაფრის იმიტომ კი არ ვამბობ რომ რაღაც სკამები არც ერთი სკამი არ ღირს არც ერთ ქვეყანაში იმის ფასად რომ შენი სახელმწიფო შენ დააკნინო და ვიღაცას უთხრა რომ იცი რა შეწყვიტე თუ ვიზო მიმოსვლა და გადაკეტეთ საზღვრები. იმიტომ თქვენ არც შვილი გყავთ, არც ძირი გყავთ, არც იცით რას ნიშნავს ეს შეწყვეტა. ნახევარი საქართველოა გაცული. როგორ უნდა მოიქცნენ ეს ხალხი? არ შეიძლება ამის გაკეთება. ანდა 9 აპრილის დროს თქვენ რა სიტყვა გეთქმოდათ იმ 9 აპრილის ზეგთან ვერ გავიგე რა გქონდათ გაკეთებული ისეთი რომ ამდენ უფლებას აძლევდით რომ ხალხს არ უშვებდით იქ მოსალოცად ან მოსაფერებლად იმ ძეგლის როგორ ფიქრობთ თქვენ იმიტომ რომ ამდენი წელიწადი გავიდა თქვენ როდესმე გიფიქრიათ რა არის 9 აპრილი
ადამიანებმა მართლა შევწირეთ, შვილებით დავდიოდით იქ და ჩვენთვის არასოდეს არ მიგვიწია პრიორიტეტი იმისა, რომ ჩვენ გვეთქვა, რომ არა, ჩვენ ყოველთვის წმინდად ვემსახურდებოდით ქართულ სიტყვას. აი ეს ქართული სიტყვა, რომელიც ძალიან გავიდა საზღვრებს მიღმა დღეს, ეს ძალიან კარგად არის თქმული ყველა შეხვედრებში. ყველა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე გასვლით, აი რასაც ეხლა რაც ფასდება. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს დიპლომატია დღევანდელი დიპლომატებისა თუ ჩვენი წინაპრების დათესილი ის უანგარო მადლი და სამსახური, რომელსაც გზა ეჩვენება. გრუზია, კი ბატონო, Deutsche Georgisch, an das Schweinase, Aserbaidjan, Sen, Busmanduisen, Gurjusen, Esegi, Anchemenase, Tui, Olitlbisi, Esegi, Esquelaperi, Ari Sakartorus Gulida Suli, Quella Akmatshovrebeli, Utsho, Eris, Shvilebi, Esegi. რომელსაც სახელმწიფო გააჩნია და ეგ ქვემო ქართლი ძლიერია, ხო თავისი დღევანდელი პირველი პირით. იმიტომ მას უნდა რომ კავკასიაში იყოს ძალიან დიდი სიწყნარე. ეს არის პრიორიტეტი ქართველებისთვის და ეს აუცილებელია ქართველი პოლიტიკოსებისათვის, რასაც წარმატებით ახორციელებს, რა თქმა უნდა, ის ადამიანები, რომლებსაც დღეს სახელმწიფო მართვის სადავები უჭირავთ. ჩვენ ვართ თქვენი მონა და მორჩილები, მაგრამ არ მოვდივართ თქვენთან, არ გიკაკუნებთ, არ გაწუხებთ, ვემორჩილებით კანონს, ვემორჩილებით ქართულ კონსტიტუციას, ვემორჩილებით ჩვენ წინაპრების აღზრდას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არაფერს არ ვხედავთ უნაკლოს. ძალიან დიდი სოციალური გაჭირვებაა, ძალიან დიდი და სოციალური გაჭირვების დროს არ უნდა გამოიყენოს იმ მეორე მხარემ, რომელსაც ეგრეთ წოდებული ქვია ოპოზიცია ყოველთვის შენი სახელმწიფოს წინააღმდეგ კარგი თვისებები და კარგი ცოდნით უნდა გამოამჟღავნო. თუ ჩვენ ამას დავინახავდით, რომ კარგები არიან, ცოდნეები არიან, კი, მაგრამ თუ ამ შენ ცოდნას, შენ ერს არ გამოუყენებ, მე საერთოდ გამსრისავ, ხო? სხვა რო ვარ და ვთქვათ რაღაცა. არ შეიძლება ამის ერთაშორის ურთიერთობების აღდგენა უნდა მიმდინარეობდეს ისეთ ფონზე ქართული სიტყვის სასარგებლოდ. აი ეს არის სწორედ აი ეს ჟურნალი, რომლითაც იზრდებოდა ის თაობა. ქალბატონო ლალი და მე მინდოდა ეხა თქვენგან აი მას სტატუსიც აქვს ამ ჟურნალს, ხო სწორია? კი ბატონო, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე არის და 2013 წელს მიენიჭა ეს საინტერესო არის ის, რომ ეხა თქვენ რასაც ბრძანებთ, ანუ აი განათლებისა და ცოდნის შესახებ საუბრობთ, აუცილებლობაზე, ხო? განათლებისა და ცოდნის აუცილებლობის შესახებ, მაგრამ ძალიან საინტერესო არის, ეხლა მე თქვენ საუბარში გამახსენდა სულხან-საბას სიტყვები, რომელიც ამბობს, რომ აი სიბრძნე და სივერაგე ძალიან გავს ერთმანეთს. და აი ვახტანგ მექსის სიტყვებიც გამახსენდა, რომ აი განათლებაც უნდა კარგ ადამიანს მივცეთ, თორემ აი უგვარო ადამიანის ხელშიო ცოდნა, განათლება, იგივე არის მეკობრეს, რომ აი კარგად ალესილი ხმალი მივცეთ ხელში. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ცოდნას, როდესაც შეიძენ, ის უნდა მოახმაროს სამშობლოს პირველ რიგში, თორემ შეიძლება იყო ძალიან ჭკვიანი, მოხერხებული, მაგრამ ეს სიბრძნე, ეს ჭკუა სივერაგისათვის, ბოროტებისათვის გამოიყენო. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა ჩვენ რატომ ვამბობთ, რომ აი აუცილებელი არის სწორედ ბავშვის მომავალი თაობის სულიერი აღზრდა. პირველ რიგში მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ერის, ქვეყნის, სახელმწიფოს პოლიტიკურ სიძლიერეს
რა თქმა უნდა, კიდევ მეტად ამყარებს სწორედ მომავალი თაობის სულიერება. თუ მომავალი თაობა არ აღზარდეთ ჩვენ ისე როგორც საჭირო არის, თუ კი მას შესაძფერისი ცოდნა განათლება არ მივეცით და თუ მათ ისეთი სამყარო შევუქმენით, სადაც არსებობისათვის ისინი ჩათვლიან, რომ არ არის კარგი პირობა, არ შევქმენით ის შესაძფერისი პირობები, რა თქმა უნდა, მე ხა გული არ უნდა დაგწყდეს, რომ თქვათ, ხომ ამობენ, უწიგნური თაობა არის, წიგნის კითხვა არ უყვართ. ეს ძალიან დამღუპველია და რატომ? იმიტომ რომ უწიგნური გაუნათლებელი თაობა თავის წიაღიდან ვერაფერს მნიშვნელოვანს ვერ შექმნის. მაგრამ კიდევ ამბობ, მთავარი არის თავისი ცოდნა, გამოცდილება, განათლება მან მოახმაროს, რა თქმა უნდა, სამშობლოს კეთილდღეობას. კი ბატონო, საზღვარგარეთაც უნდა მიიღოს სწავლა განათლება, ძალიან კარგი არის, მაგრამ ის უნდა დაუბრუნდეს თავის სამშობლოს, თავის ქვეყანას, ან და ემსახუროს ქვეყნის ინტერესებს. ისევ დილასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ დილა ნამდვილად რდიდა თავისუფალ მოქალაქეს. თავისუფლება ნიშნავს სამშობლოს სიყვარულს, ნიშნავს მეგობრის სიყვარულს და პირველ რიგში თანადგომა, თანაგრძნობა, თანალმობა რომ ისწავლოს პატარა. მას, რა თქმა უნდა, მიზანმიმართულად, ნაბიჯ-ნაბიჯს უნდა ვასწავლოთ. და ახლა ერთ დღეს რომ გავიღვიძო და ვთქვა, მე მინდა ვიყო მცოდნე, ან ბევრი რამ, ეს არ გამოვა, იმიტომ რომ უნდა ვიცოდეთ, საიდან უნდა დავიწყოთ და როდის უნდა დავიწყოთ. მას შემდეგ რაც ფეხსა იდგავს, ენასა იდგავს. აქედან უნდა დავიწყოთ უკვე ზრუნვა და უმთავრესი არის კიდევ ვიმეორებ, რითაც საუბარიც დავიწყე, რომ დედაენა უნდა უყვარდეს, იმიტომ რომ ასეთი ლამაზი სიტყვა ბევრი გვაქვს ჩვენ, ესეთი ღრმა მნიშვნელობის მქონე სიტყვა, ხო, დედაბუნება, დედამიწა, დედაბოძი და დედაენა. დედაენის სიყვარული ნიშნავს იმას, რომ შენ სამშობლო გიყვარს, თქვენ რაც ბრძანეთ, ემოციური კავშირი წყდება. როდესაც ენა ავიწყდება, მაგრამ რომ კონდეს შენარჩუნებული მას ემოციური კავშირი და მას სამშობლო უყვარდეს, უნდა უყვარდეს თავისი ისტორია. უნდა უყვარდეს თავისი გმირები, რა თქმა უნდა, ის წმინდანები და მათ შესახებ ბევრი რამ უნდა იცოდეს. თუ მას ცოდნა არ ექნება, სამშობლოს ღირსებას უნდა იცავდეს. რა თქმა უნდა, ღირსებას პირველ რიგში. რა თქმა უნდა. ყველა ძეგლს უნდა პატივს სცემდეს. ეს არის ისტორიის ცოდნა, ზუსტად ეს არის ცოდნა განათლება, რომელიც მოხმარდება ისევ იმას, რომ შენ იცი კარგად შენი ქვეყნის წარსული და ეს არის, რა თქმა უნდა, ცოდნა, ხიდი იმისათვის, რომ მყოშობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა, ხო? სხვაგვარად არ გამოვა. და მომავალი თაობის აღზრდა არის უმნიშვნელოვანესი საქმე, სულიერი აღზრდა. და უპირველეს ყოვლისა მთავარი სწორედ ეს არის, რომ დროის, ეპოქის და ამ სასტიკი ულმობელი, დაუნდობელი ეპოქის შესახებ ჩვენ ვისაუბრეთ და ვთქვით და სხვაგვარად არ გამოვა. თუ მომავალი თაობა სულიერად სპეტაკი არ იქნება, ჩვენ რა თქმა უნდა მომავალი უბრალოდ არ გვექნება, იმიტომ რომ შეუძლებელი არის. თუ კი სიკეთის შესახებ, მეგობრობის შესახებ, სამშობლოს სიყვარულის შესახებ, უფროსების პატივისცემის შესახებ მას არაფერი ეწოდინება და მისთვის ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი არ იქნება, რა თქმა უნდა ის ღირებულს ვერაფერს ვერ შექმნის. და ამაში სწორედ არის პირველში სიტყვის ძალიან დიდი როლი და მნიშვნელობა, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც იმაზე ვსაუბრობთ, რომ ქართულად ვერ მეტყველებენ, ქართულად მეტყველება მარტო იმას არ ნიშნავს, რომ მე ქართული სიტყვა ვთქვა, სიტყვას გადავაბა და მე წინადადება გამოვიდეს მაგალითად ლამაზი, გამართული და შინაარსი მაგალითად იყოს აზრი დასრულებული. მთავარი არის ის, რომ ქართულ სიტყვას თავისი ბუნებაც აქვს და ძალიან გულდასაწყვეტი არის ხოლმე, რომ ზუსტად იქ დაბადებული ბავშვები, რომლებიც სამწუხაროდ ქართულ ენაზე კარგად ვერ მეტყველებენ, ქართული წინადადების სტრუქტურას თითქოს იშლება. ისმენ ქართულად კი საუბრობს, მაგრამ ქართული ენის ბუნება არის დაკარგული. ახლა მახვილი არ არის მაგალითად კონკრეტულად რომ თქვა ისეთი მნიშვნელოვანი თითქოს ქართულ სიტყვაში, მაგრამ მას თავისი ფუნქცია ნამდვილად აქვს და რაღაც ქართულ სიტყვას რაღაც არაქართულად წარმოთქვამენ და რაღაც თითქოს ქართული ენის მუსიკა, ეს რაღაცა ბუნებაც თითქოს ისე იკარგება. ამიტომ მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა და
ძალიან კარგი იქნება თუ ქართველი ქართულ წიაღში თავის სამშობლოში გაიზრდება, მაგრამ რა ვქნათ, ვითარება ასეთი არის, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ აუცილებლად, რომ აი ის ბავშვები, რომლებიც დაიბადნენ, გაიზარდნენ იქ აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ სამშობლოში და აი ეს ურთიერთობა მათ არც თავიანთ თანატოლებთან და პირველ რიგში თავის ძირებთან, აი თავის ფესვთან, რა თქმა უნდა, არ უნდა გაწყდეს ეს კავშირი და უნდა იყოს ძალიან ძლიერი. აი იმ შემთხვევაში თუ ფესვი ძლიერია, რა თქმა უნდა, საფრთხე ჩვენ არ გვემუქრება და რა თქმა უნდა ბევრი ვწეროთ, უნდა მათთვის ვწეროთ ძალიან საინტერესოდ და ეს ძალიან დიდი მომავალია საერთოდ აი ეს ჟურნალი კიდევ ვიმეორებ, იმიტომ კი არა, რომ ჯერ ეგეთი ეს მინდა წეღნავხსენი, რომ აი ამ ღირსეულად რომ დარჩით ბოლომდე აი ამ თქვენი მოთმენის და უყურადღებობის ძალიან ბევრი წლები, რომელსაც არც დაფინანსება, არც არაფერი, ყველაფერი ვიცით, ჩახედული ვარ მე თქვენს იცით რა პატრიოტული გრძნობები, რომლებიც გაკავშირებდა თქვენი აი სიმყარის დაცემენტება, ვიტყვიან, ესე იგი რომ აუცილებლად გაიღებოდა ის კარები და გაიღო. მე თქვენ როგორც უფრო ვიცი რომ ქალბატონი ლალი უფრო ლექსებს წერს პოეტობასთან, თქვენ უფრო მწერლობასთან. ხო, ზღაპრები და მოთხრობები. კი, რა თქმა უნდა, მწერლობასთან. აი ამ თქვენმა სიმყარემ და აი მოთმენამ და ღირსების დაცვამ სახელმწიფოებრივი აზროვნებიდან გამომდინარე ბოლოს ვიცი რომ რაღაცა ძიდი დადებითი იცით რა არის მე პირველ რიგში ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ და მივაქცევ ყოველთვის მთავრობის მოქმედებას. იმიტომ რომ გინდაც აი ის რომ პრობლემა გვაქვს ჩვენ და რომ გარბიან ადამიანები უცხოეთში საცხოვრებლად, ესეც გარკვეულწილად მე ასე ვფიქრობ, რომ მაინც პოლიტიკა უნდა შეიცვალოს. პოლიტიკა თუ არ შეიცვალა, ეს ხალხი მაინც გაიქცევა იქ და ეს დილა დარჩება, რომ არავისთვის აღარ იქნება საჭირო. თუ აღარ დარჩა აქ ქართველი, აღარ დარჩა ადამიანი, რომელიც დაინტერესებული იქნება დილით, აი ეს არის მთავარი და რა თქმა უნდა ჩვენ სახელმწიფო გვეხმარება და ეს არის მთავარი აქედან მინდა დავიწყო იმიტომ რომ დაიძრა ის დაიძრა და იმედი მაქვს რომ ხალხიც დაბრუნდება იმ თავის სოფლებში იმ თავის და ეცდება სახელმწიფო ჩვენი დაინტერესებული იქნება რომ დააბრუნოს ეს ხალხი უკან და არ დარჩეს საქართველოს ქართველების გარეშე რაც უნდათ განეხორციელებინათ ზოგიერთებს და აი ეს 120 წლის ჟურნალით დაგვიფინანსა მერიამ, თბილისის მერიამ და არა თბილისის მერიამ დაგვიფინანსა ესა და კულტურის სამინისტრომ წელს დაგვიფინანსა 12 ჟურნალი, წელს დაფინანსდება ყველა ჟურნალი წელს 12-ვე თვის და ეს არის ძალიან დიდი წარმატება და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებს გვინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაუხადოთ ამის გამო. ეს არის ხო. აი ეს მინდოდა მე თქვა რომ იცით რა სამშობლოს ღირსებას ითმენდით, მაგრამ არ გამოგიყენებიათ არასოდეს ტრიბუნა იმისათვის რომ იცით რა დილა არ ფინანსდება და ჩხარა და რაღაცა და აი ეს არის ვერ წარმომიდგენია გარე სამყაროში დგომი ვერ წარმომიდგენია ახლა გვარები და ისინი ვიცი და ამას არ ვიტყვი რომ ტრიბუნა გამოიყენო შენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ ეს არც ერთს არ ეკარება ამას არც ოპოზიცია ქვიათ არც არაფერი დიპლომატია ქვია ისეთ რაღაცას რასაც ტრიბუნასთან უნდა შეგეძლოს რომ აი ის ქვეყანა მოაბრუნო შენკენ უფრო გააძლიერო და დაანახო შენს მთავრობას რომ იცი რა შენ უფრო მეტი დიპლომატია გაქვს და მოსახლეობა ამას დაინახავს მაგრამ შენ რომ მიდიხარ და იქ ჩვენ ქვეყნის ავსა და ცუც საუბრობ ეს არ არის კარგი ქართული ეგეთი არც ქართველი მინდა არც ჩემი ეროვნების მინდა და არავინ არ მინდა იმიტომ რომ სახელმწიფოს აძლიერებს თითოეული მოქალაქე ჩვენ თვითონ მოქალაქეები რომლებიც თქვენი მონამორჩილები ვართ მაგრამ მე ვთხოვდი ყველა უწყებას ყველა იმ სამართალდამცავ სისტემას ყველა სტრუქტურას, რომელიც სახელმწიფოში შექმნა
და აი ამ ხამდე მოვედა რაც მთავარია თბილისის მერის მეშვეობით ძალიან ქალაქი სხვანაირი გალამაზებული, გაკეთებული რაღაცეები ისე დონეზეა გაკეთებული, რომელსაც შეიძლება სხვა არქიტექტორი უფრო უკეთესად აკეთებს. ეს უკვე სპეციალისტების საქმეა და ჩვენი საქმე არ არის. ჩვენი საქმე არის მხოლოდ სამართლებრივი ღირსების დაცვა საზოგადოებაში. ძალიან ბევრია ის ნიუანსები, მინდა უთხრა ჩვენს მოქალაქეებს, ვიცით რომ უამრავი საქმეები შემოდის ჩვენთან, მინდა გითხრათ, სადაც არის ძალიან ბევრი დაზარალებული ადამიანები. ვიღაცის და რაღაცის გამო შექმნილი დღისით მზისით. ეს არ იყო მარტო წინა რეჟიმის დროს. მე მინდა გითხრათ, რომ ამ რეჟიმში 300,000 კაცია ბინა დაკარგული და ოჯახის წევრები რო შეეწირნენ ამას. და თქვენი საქმეებიც რამდენჯერე ობიექტივში იყო ამის გადაცემა, რამდენჯერე მოგმართეს ყველაფერი, მაგრამ არ ხდება. ჩვენ დღევანდელი ჩვენი გადაცემის დრო ცოტა ხანში იწურება, მაგრამ ჩვენ ეს ქართული სიტყვა რატომ დავიწყეთ აქედან, ანი და ბანიდან? ეს არის ჩვენი აღმავლობის ჟურნალი და თხოვდი ყველა სტრუქტურას, რომ შეეძლოს მეტად, იმიტომ რომ ეს არის სამახსოვრო ჟურნალი ეპოქის. არცად არ ხდება ესე, რომ ამდენი წლის ჟურნალები აქვთ და ანდა იცით რა არის, აი სხვათა შორის რეგიონებში ძალიან ცუდად იყიდება, არ არიან დაინტერესებული აი სკოლები. ვთქვათ, დაინტერესდეს სომხური სკოლები, აზერბაიჯანული სკოლები, ჩვენ ძალიან გაგვეხარდება. იცით რა არის, მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს გადაცემა იმას მიუძ იმ კულტურის სამინისტროს და განათლების სამინისტროს, რომ ადმინისტრაციული ორგანოები ჩართონ რეგიონალური სისტემის, რომ აი ეს ყველაფერი, იმიტომ კი არა, იმიტომ რომ ბავშვი აღიზარდოს იმ ეპოქის, იცით რა ზოგს გონია, რომ დიახ ის იყო ნამდვილი ეპოქა, მსოფლიო ამბობს ამას, ჩვენი კი არ ვამბობთ ამას და ჩვენი მოგონილი არ არის. გინდა რუსეთში, გინდა ბაქოში, გინდა სომხეთში, გინდა კავკასიის ნებისმიერ რგოლში, რომ ეპოქა, რომელიც მიდის, უკვე მთავრდება, ნამდვილად ძალიან ძლიერი ხალხი იყო, ძალიან თავისი ცოდნით, განათლებით, დიპლომატიით, ძალიან ფაქიზები, უბრალოები, რომლებმაც შექმნეს ამხელა სიყვარული ყველა ერში. და კიდევ ვამბობ, ქალბატონო ლალი და ქალბატონო მაია, ის თქვენ რასაც აკეთებთ, ეს არის, იცით რა არის, სიძლიერე, რომელიც ბევრმა ერმა დაკარგა. ის სწავლა განათლების დაბლიდან, საიდანაც იწყება ეს ავტორო გადაცემა, რომელიც თქვენ გაქვთ დილას მეშვეობით, ძალიან ბევრმა ერმა დაკარგა და ის მწერლებიც აღარ არიან, წავიდნენ, ახალი მწერლები, ბევრ ერში არის ეს ძალიან გრძნობი არის, შეიძლება ძალიან ისეთი მაქსიმალურად ძლიერი ერი, ახლა კავკასიაში უფრო აი აზერბაიჯანების მუხტი უფრო ძლიერი ამ ხაზით და ისა, მე ვფიქრობ, რომ საქართველო არ ჩამორჩება დიპლომატიით და სიძლიერით, მას აქვს თავისი ისტორია, თავისი ხელოვნება, თავისი ბავშვები, უნიჭიერესი ერის სახელს ფლობენ მთელს ტერიტორიაზე და მე ასე ვფიქრობ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემა ეძღვნება ზუსტად, ესე იგი, აი ნოსტალგიას, რომელიც დაშორებულია საქართველოსთან და მე წავედი სხვა ხაზით, მოვხვდი ისეთნაირად ოჯახის წევრი იყო ცუდად, მაგრამ ნოსტალგია მქონდა უაღრესად აი მთხოვდა ყველაფერის, ესე იგი, შვილსაც შეიძლება ძალიან რთული სიტყვა იყოს, რომ დაგავიწყოს, არა, მაგრამ არის მომენტი, რომ შვილზე ძალიან სამშობლო გიყვარს და სამშობლო გეძახის ამას და ვიღაცა გეუბნება, იცი რა, შენი სამშობლო ეს არ არის, ეს არის უბრალოდ ის ადამიანები, რომლებიც არ უნდა იყვნენ ასეთ
ქართველი ერის სასარგებლოს ეს ძალიან დიდი ნიჭი უნდა გქონდეს და დიპლომატია გქონდეს, რომ ეს შეძლო. აი მაშინ იქნება ეს რეგიონალური სისტემაც ყველაფერი მობილიზება, როგორი სამსახური ექნება ხვალდაზე ჩვენს ადმინისტრაციულ სამსახურებს და ვფიქრობ, რომ ეს ადვილად მოსაგვარებელია ჩვენ შევთანხმდეთ, იმიტომ მე ნებისმიერ დროს მზად ვარ, რომ თქვენთან ერთად წამოვიდე იმ რეგიონში, შევხვდეთ ყველაფერი აბსოლუტურად რომ ეს გაკეთდეს, რომ რაც შეიძლება მეტი აღსაზრდელი მეტყველებდეს ქართულად და არა იმისათვის, რომ იცით რა, ხვალ მაინც და მაინც პოლიტიკაში უნდა მოვიდეს, არამედ არა თავისუფალი მოაზროვნე ქართველი, აზერბაიჯანი ქართველი, სომეხი ქართველი, იეზიდი და ასე შორის ყველა რომ იყოს და აზროვნებდეს, იმიტომ მე ვიცი, რომ ყველა ოჯახში რომ იწყება ლოცვა დილას, ის ლოცავს ამ მთას, ამ ბარს, ამ ღვთისმშობელს და ყველაფერი ღმერთმა, აი ბოლო წუთები ერთი თითო სიტყვა ძალიან გთხოვ თქვენც დაამატეთ და მადლობელი ვარ თქვენი დღევანდელი მოსვლისა. იცით რა არის, ლექს წავიკითხავ, თეთრო გიორგი. გველეშაპს თავი მოვჭერი, ამოეზარდა ისევ, გოგო ბიჭების მიცემა იმისთვის ისევ მიწევს, აღარ გამოჩნდა გიორგი თავისი თეთრი ცხენით გველეშაპი კი მეც სითხოვს გამიზარდეო ძღვენი, სადა ხარ თეთრო გიორგი, სადაა შენი გორდა, გადაარჩინე ქვეყანა ჩვენი ჯიში და მოდგმა, მტერს ზვავად ჩამოეშალე და ნაბადივით გათელე, შენი იმედი გვაცოცხლებს, შენზედ მონდობილ ქართველებს. დიდი მადლობა, ეს არის ჩვენი დღევანდელი გადაცემის დასასრულის. მადლობთ, რომ მოგვისმინეთ და იმედია, რომ ჩვენ კიდევ შევხვდებით ღმერთის წყალობით მომავალ ოთხშაბათს, ამავე დროს 4-ის ნახევარს და თქვენ წარმატებები. უღრმესი მადლობა. მადლობა თქვენ.